ეგ არ არის კომპრომისული წინადადება. ხო, კომპრომისი მითხარი. ფეხბურთზე არ არის, ხალი არ არის. ახლა ბოიკოტში ახლა ნახევრად ვარ ერთ ქალაქში მონაწილე. ეგ ისე სხვაგან ტრაკი არ აქვს და იმიტომ მონაწილეობდი იქ. რა, მაგაში ცუდი რა არის? სადაც ტრაკი გვაქვს, იქ უნდა ვიომოთ, კაცო, რა არის მაგაში? ხო და მაგაში პრობლემა? იცი რა არის ცუდი? მაგაში მაგით შენ პრობლემა. აღიარებ რომ იმიტომ არ შევდივარ იქ რომ იქ ტრაკი არ მაქვს, არა იმიტომ რომ იმის საარჩევნო 70% ადმინისტრაცია არის, არალეგიტიმურიაო. არა. შენ უნდა მიეწრო საარჩევნო ადმინისტრაცია არის არალეგიტიმური. ხო მაგას იცი? 70% რო სოციალურად დაუცველი ცხოვრობს შუახევში, იქ როგორ უნდა მოუგო, რამე პროცესი როგორ უნდა შევქნა. და თბილისში როცა 65% მოსახლეობის ოპოზიციურად არის განწყობილი, ეგ რატო უნდა დათმო? ხო, ეგ რატო უნდა დათმო მაგას ვამბობ? იმიტომ უცხადებ, თუ უცხადებ, რომ ის არის გამყალბებელი და შენ როგორც კი სადღაც არ უცხადებ, ამბობ რომ გამყალბებელი არ არის, ესე იგი დაგნებდიო, გაჩუქეო, ხო? რა შუაშია? კი, ბოიკოტი არ ჩუქება. აი ხა ეხლა წახვედი სხვაგან. არა, მოდი აი მაგაზე ველაპარაკე. რა, რომელი არგუმენტი წავაგე? შენ ვერ დამანახე კომპრომისი. მე გეუბნები რომ ერთ ქალაქში შესვლა არის იმის აღიარება, რომ ესე იგი ამ CSKO-ს პირობებშიც კი შეგიძლია მოუგო ოცნებას. და მანამდე მთელი ნახევარი წელი ვამტკიცებდით, რომ გაგვიყალბეს, თორე 10-15% ქონდა მოგებული. ცრე მოუგეს არ ვამბობ რა. მე ვამბობ ასე, მე არ მგონია რომ მოუგებ. თუ მოუგებ თბილისს, მე ადგებიან და მეორე დღეს გადაწერენ. ხო, მაგრამ ისეთ პროცესს შექმნე, ისი აადუღებ. ისე იმ გადაწერით? იმ გადაწერამდე ისეთ ამბავს ატეხავ, ჩვენ თუ ხალხი დავრაზმეთ, ჩვენ თუ ხალხი იმ გაყალბებასაც თავისი ამბავი უნდა, რატო გეცინება?